დღეს დაკრძალეს ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე. დაკრძალვის ცერემონია სიონის საკათედრო ტაძარში პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვლილის კოლეგები და მეგობრები დაესწრნენ. პოლიტიკური კარიერა ლევან გაჩეჩილაძემ 1999 წელს დაიწყო. იყო პარლამენტის წევრი, საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკის ახალი მემარჯვენების დამფუძნებელი. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმოადგენდა გაერთიანებულ ოპოზიციას და იყო კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძალიან დასანანია ლევან გაჩეჩილაძის უძროო გარდაცვალება. თქვენ გახსოვთ, რომ ლევანი იყო ის, ვინც 2007 წელს ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილს. გახსოვს, როგორ გაიმეტა 7 ნოემბერს ლევანიც, მისი ძმა, სხვა ოპოზიციის ლიდერები. ის იყო საპრეზიდენტო კანდიდატი, გახსოვთ თქვენ, და მაშინაც სააკაშვილის რეჟიმმა გააყალბა როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნები და რა თქმა უნდა ლევანის დამსახურება ის, რომ მერე 2012 წელს ქართულმა ხალხმა გაიმარჯვა ნაციონალურ მოძრაობის წინააღმდეგ. პირველ რიგში მინდა სამძიმარე გამოვხატო ოჯახის მიმართულებით საქართველოს მიმართ. ბატონ ლევან გაჩეჩილაძე ის ადამიანია, ის პიროვნებაა, რომელმაც ძალიან მძიმე დროს ჩვენი ქვეყნისთვის გადადგა აბსოლუტურად ვაჟკაცური ნაბიჯები, ის გოჩი დაუდგა საკუთარ ქვეყანას. ის ბრძოლა, რომელსაც ბატონ ლევანი აწარმოებდა საკუთარ ქვეყნის სასიკეთოდ, ნამდვილად არის დასაფასებელი და ხაზგასასმელი. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვიყავი და მაშინ გავიცანი, ახლოს ძალიან ღირსეული ქართველი იყო, ღირსეული ჯარისკაცი იყო და ძალიან უყვარდა თავის ქვეყანა. ჩვენმა ქვეყანამ სამწუხაროდ მისი გარდაცვალება ძალიან დაგვაკრდება ყველას ჩვენ, იმიტომ რომ ის იყო თანამედროვე ღირსეულად მოფიქრალი საქართველოზე შეყვარებული ადამიანი. მინდა მიუსამჯდომო სრულიად საქართველოს, მის ოჯახს,